ეს დამაინტრიგებელი სათაურია. ჩრდილოეთ კორეის მატარებელი, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდა, სიბირეში განადგურდა. ეს უკრაინისთვის ოპერატიული შედევრი იქნებოდა, ომში, რომელიც უკვე სავსეა უკრაინის ოპერატიული შედევრებით. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელსაც უკრაინა ამჟამად აწყდება. და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ალბათ სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა თამამი სპეციალური ძალების ოპერაციები ხშირად იბადება აბსურდული იდეებიდან, რომლებსაც შემდეგ მეოცნებეთა ჯგუფები პოულობენ გზას, როგორ აქციონ ისინი რეალობად. და ამიტომ, როგორ შეძლებს უკრაინა ამის განხორციელებას, არის დღევანდელი მთავარი კითხვა. მოდი ცოტა უკან დავბრუნდეთ. უკრაინას უჭირს შემომავალი ბალისტიკური რაკეტების შეჩერება. აქ ბევრი კარგი თავდაცვითი ვარიანტი არ არის პატრიოტის სისტემის გარდა, მაგრამ დამჭერი რაკეტები მთელ მსოფლიოში დეფიციტშია. და შეერთებული შტატები არ არის მზად გახსნას თავისი მარაგები ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. შესაბამისად, საუკეთესო ალტერნატივა, რაც უკრაინას აქვს, არის რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებზე პრევენციული დარტყმის მიტანა. ან გამშვები დანადგარები, მაშინ როცა ისინი განლაგებისთვის ემზადებიან, ან საწარმოო ობიექტები, როცა ისინი ამზადებენ მათ. პირველი რთულია, რადგან გამშვები დანადგარებები მობილურია. მეორე რთულია, რადგან რუსეთი თავის წარმოებას ქვეყნის დასავლეთ ნაწილს გარეთ ათავსებს. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც ჩანს, მოსკოვსა და ფხენიანს შორის არსებული შეთანხმებაა. ეხლა უკრაინას მხოლოდ რუსული რაკეტები აღარ ესხმის თავს, მას ასევე ჩრდილოეთ კორეული რაკეტებიც ესვრის. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოების განადგურების ვარიანტები რთულია, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების წარმოების განადგურების ვარიანტები კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მანძილის ტირანიაზე. შემოქმედებითი გადაწყვეტაა, რომ საზღვაო დრონები ნახევარკუნძულთან ახლოს გააცურო და კვადროკოპტერები მიზნების ძებნას შეუდგნენ. მაგრამ თუნდაც ყველა სხვა ოპერაციული პრობლემა რომ არ გავითვალისწინოთ, ეს ოპერაცია ობობის ქსელი არ არის. ქვენუტად გამაგრებულ შენობებს და არა აეროდრომის ღია ბეტონის საფარზე მდგარ ფიქსირ თვითთიან თვითმფრინავებს. ამიტომაც იყო ომი დამკვირვებელ საზოგადოებაში აჟიოტაჟი პარასკევს, როცა გავრცელდა ხმები, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით დატვირთულ მატარებელს დაარტყა. ეს თითქოს ელეგანტური გადაწყვეტა იყო ზემოხსენებული პრობლემისათვის. თუ საწარმოს განადგურება უკიდურესად რთულია, მაშინ უბრალოდ დაელოდე, სანამ რაკეტებს ერთად შეკრებენ. მათ აქვთ ცუდი მიდრეკილება აფეთქებისკენ, ასე რომ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო, არის პირველი დომინოს დაქცევა და შემდეგ უყურო ფანტასტიკურ ფოიერვერკს. გავრცელებული ჭორის მიხედვით, უკრაინამ დიდხანს არ დააყოვნა მოქმედება მას შემდეგ, რაც რაკეტები ჩრდილოეთ კორეიდან გავიდა და მატარებელი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 6000 კილომეტრის დაშორებით გაანადგურა. შეგიძლია მიხვდე, რატომ უნდათ უკრაინის სპეციალურ ძალებს ასე მოქცეულიყვნენ, მიუხედავად მანძილისა. რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ მცირე საზღვარი აქვთ საერთოდ. თუ იცი, რომ ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს რკინიგზით მიაწვის, მაშინ იცი, რომ ისინი აუცილებლად აქედან უნდა გაიარონ. როგორც კი მატარებელი მოხოს კუთხეს, შეიძლება დაკარგო ეს პროგნოზირებადობა, თუ რუსეთი მზად არის გადაიყვანოს ის ტრანსიმბირული რკინიგზის მთავარ ხაზიდან. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა. არ არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ეს ოპერაცია რეალურად მოხდა. ეხლა რომ დავაზუსტოთ, არ არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ეს ოპერაცია არ მომხდარა. მაგრამ ჩვეულებრივ მტკიცების თვირთი იმას ეკისრება, ვინც ამ ახალ ამბავს ამტკიცებს და არა ბანაკს არაფერი არასდროს ხდება. საწყისი წყარო, როგორც ჩანს, არის ტელეგრამის პოსტი უკრაინელი სამხედრო ბლოგერისგან, რომელიც ანონიმურ ოფიციალურ პირებს ციტირებს. და ჩვენს ახალ მედია სივრცეში, სადაც ხმაურიანი სათაურები ყურადღებას იპყრობს და ცალკეულ ჟურნალისტებს ინსტიტუციური პრობლემები არ ექნებათ, თუ კი ისინი ცრუ ან შეცდომაში შემყვან განცხადებებს გააკეთებენ. ბევრი სხვა ადამიანიც ამ ტალღაზე ავიდა, რის შედეგადაც ზოგიერთ ონლაინ საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება. თითქოს ეს დადასტურებული ფაქტი იყო. მაგრამ შემდეგ შაბათ-კვირა გავიდა. არც ერთი მეინსტრიმ მედია არ იყო მზად ამის შესახებ ეთქვა რამე. რუსეთს ამასთან დაკავშირებით არაფრის აღიარება არ უწევდა, ხოლო უკრაინას ჯერ ოფიციალურად არ ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული ეს ოპერაცია. მინდა განმარტო, მე არ მაქვს დამოუკიდებელი ინფორმაცია იმის შესახებ, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს. ფიქრობ, ზოგადად კარგი იდეაა ვიყოთ ფრთხილად მიმდინარე მედია გარემოში. უცნაურია, რომ უკრაინას არ გაევრცელებინა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, თუ გავითვალისწინებთ იმ აღფრთოვანებულ, მაგრამ ვიწრო მედია ყურადღებას, რაც ამ ამბავს მიენიჭა. ასე მიიპყრობდა რეალურ მედია ყურადღებას და არა მხოლოდ განხილვას პრო-უკრაინულ წრეში, იმ ტიპის მედია ყურადღებას, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას. და შეიძლება უკრაინას ოპერაციული უსაფრთხოების გარკვეული შეშფოთებები აქვს, რის გამოც მთავრობა დუმილს ინარჩუნებს.
მაგრამ მაინც უცნაურია, რომ წამყვან ჟურნალისტებს მთავრობაში ვერავინ უპოვიათ, ვინც მზად იქნებოდა გასულ კვირას მიღწეული დიდი გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გაეჟღავნებინა. კარგი, შეიძლება ამ შემთხვევაში ოპერაციული უსაფრთხოება მართლაც ძალიან კარგად იყოს დაცული უკრაინაში. რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა აფეთქებულ მატარებელზე ნამდვილად სანახაობრივი იქნებოდა. როგორ ხდება, რომ რუსეთიდან ჯერ კიდევ არავის გაურცელებია მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში? შესაძლოა დივერსიის ადგილი შორეულ ადგილას იყო და ასევე შესაძლოა რუსულ მხარეს ძლიერი ოპერაციული უსაფრთხოება აქვს, რადგან ეშინიათ, რომ დაზიანების მასშტაბი გამოაშკარავდება. დეტალები სამხედრო მატარებელზე ან კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადააქვს ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტები. ყველაფერი ეს შესაძლებელია, მაგრამ ხედავთ, როგორ უნდა გამოიწვიოს ამ ყველაფრის დაგროვებამ გარკვეული სკეპტიციზმი. თუმცა, შესაძლოა აქ არასწორ კითხვაზე ვართ კონცენტრირებულნი. შესაძლოა უფრო საინტერესო კითხვა ის კი არ არის, მოხდა თუ არა თავდასხმა, არამედ როგორ შეიძლება უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის სარარაკეტო პროგრამაზე თავდასხმა მატარებლებზე თავდასხმით განახორციელოს. საწყის ეტაპზე კონკრეტული სავარაუდო თავდასხმის განხორციელება რთული იქნებოდა. რკინიგზის ლიანდაგის დაბომბვა თავისთავად არც ის რთულია. არსებობს ათასობით კილომეტრი ლიანდაგი და შეუძლებელია ამ ხელა ტერიტორიის მუდმივად კონტროლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი დიდი ნაწილი რუსეთის ველურ ბუნებაშია განთავსებული. ამ ნაწილის ერთადერთი სირთულე ოპერატივების რეგიონში შეყვანაა. მაგრამ უკვე ვიცით, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებიან სხვა ადგილებში განხორციელებული დივერსიული ოპერაციების მიხედვით. ძნელი სწორედ რუსეთში შესვლაა, არა იქ გადაადგილება, როცა უკვე შიგნით ხარ. ამიტომაც შეიძლება უსაფრთხოდ დავასხვნათ, რომ უკრაინას ფედერაციის შიგნით ყველგან ყავს მეგობრები. გარდა ამისა, რაც უფრო შორს მიდიხარ მოსკოვიდან, მით ნაკლებად აინტერესებთ ადგილობრივებს კრემლის პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები. არ იქნებოდა არალოგიკური, რომ უკრაინას ქვეყნის შორეულ რეგიონებში ფარული დამხმარეები დაექირავებინა. და ამაში ნამდვილად იქნებოდა რაღაც პოეტური. კრემლი უკვე წლებია ფაქტობრივად აღმოსავლეთის მოქალაქეებს იყენებს როგორც დაქირავებულ მებრძოლებს. ასევე არც ისე რთულია აფეთქების დრო ისე დააყენო, რომ ის მომავალი მატარებლის მოსვლას დაემთხვეს. სიტყვასიტყვით, მხოლოდ დისტანციური დეტონატორი და რელსების მონიტორინგის საშუალება გჭირდება. გილაქს აჯერ და ეგ არის. ჩვენ ხო ვიცით, რომ უკრაინა ასეთ რაღაცებზე დროის ზუსტად შეჩევა ბევრად უფრო რთულ ოპერაციებშიც კარგად გამოსდის. გაიხსენეთ, რომ ყირიმის ხიდზე ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა იმაში მდგომარეობდა, რომ სატვირთო მანქანა ააფეთქეს ზუსტად მაშინ, როცა ის პარალელურ ხიდზე მიმავალ საწვავის მატარებელთან ახლოს იყო, რათა ეს საწვავი აენთოთ და მეტი ზიანი მიეყენებინათ. ადგილზე დამონტაჟებული ბომბით მოძრავ მატარებელზე შეტევა ბევრად უფრო მარტივი ოპერაციაა. ასევე უნდა გაუსვა ხაზი სტრატეგიის მატარებლის კომპონენტის მნიშვნელობას. ხშირად არსებობს მცდარი აღქმა, რომ რკინიგზის დივერსია მიზნისთვის უზარმაზარი ლოგისტიკური კოშმარია. შეიძლება ასე იყოს, მაგრამ თუ უბრალოდ რელსების მონაკვეთს აფეთქებ, შეკეთების დრო საათების საკითხია. სინამდვილეში მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა სარემონტო ჯგუფებს ადგილზე მისვლას უფრო მეტი დრო დასჭირდეთ, ვიდრე რეალურად შეკეთებას. აი რატომ არის დიდი მატარებლის დაზიანება ასეთი მნიშვნელოვანი? იზანია, მატარებელი რელსებიდან გადავიდეს და რელსებზე ჩაიხერბოს. აქ წარმატება ნიშნავს მეც, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე საათიანი დროებითი შეკეთება. ეს ნიშნავს სერიოზულ დანგრევის ოპერაციას. ყოველი კომპონენტი უნდა გადაიტანონ ან აწიონ რკინიგზის ხაზიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლობენ რკინიგზის მუშები დაიწყონ მუშაობა მარტივ ნაწილზე. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ეს მიზანს რამდენიმე დღით, მაქსიმუმ ერთ კვირამდე დააყოვნებს. თავარი რაც უნდა გახსოვდეთ ისაა, რომ ადგილის სრულად გაწმენდა საჭირო არ არის იმისთვის, რომ მატარებლები კვლავ იმოძრავონ. დარჩენილი გაწმენდითი სამუშაოები შეიძლება შესრულდეს მაშინ, როცა მატარებლები უკვე ახალ რელსებზე მოძრაობენ. და როცა ომი მიმდინარეობს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რუსეთი უსაფრთხოების რამდენიმე წესის გამოტოვებას ყურადღებას არ მიაქცევს. თუ მართლა გინდოდათ რუსეთის ლოგისტიკის შენელება, მაშინ ხიდის დაბომბვაზე იფიქრებით. რა თქმა უნდა, უამრავი ვარიანტი არსებობს. მაგრამ როგორც ყირიმში ვნახეთ, პატარა ხიდები სწრაფად შეიძლება შეკეთდეს, ხოლო დიდი ხიდების სრულად დანგრევა რთულია. ამიტომაც ყურადღება გამოხვილებულია რკინიგზის ნებისმიერ მონაკვეთზე დაბომბვაზე, როცა ზედმატარებელია. სინამდვილეში უკრაინამ განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმა განახორციელა, თუმცა გაცილებით ნაკლები ხმაურით გასული წლის ნოემბერში, დაახლოებით იმავე შორეულ აღმოსავლეთში, სადაც სავარაუდო ოპერაცია გასულ პარასკევს მოხდა. რასაც ახლა უყურებთ, ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც უკრაინამ გაავრცელა თავდასხმის საჩვენებლად. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მატარებელია. ეს არ იყო კონკრეტული მატარებელი, რომელიც სავსე იყო ჩრდილოეთ კორეული არავით. და როგორც ჩანს, შემდეგ ხაზზე გრძევლადიანი პრობლემები არ ყოფილა. ამიტომაც დღეს მნიშვნელოვანია თავად რაკეტების განადგურების მცდელობა.
მართლა, კონკრეტული მატარებლის, მით უმეტეს ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი მატარებლის დაზიანება ბევრად უფრო რთული ამოცანაა. უნდა იცოდეთ, რომ მატარებელი დატვირთულია და მალე გადაკვეთს საზღვარს. როგორ გაიგებდით, რომ ასეთი მატარებელი გამგზავრებას აპირებს? საუკეთესო გზა იქნებოდა მოსკოვში მიმდინარე საუბრების მოსმენა. უკრაინას შეიძლება ყავდეს ვინმე შიგნით, ვინც ამ ინფორმაციას გადასცემს. სხვა მხრივ, ეს კარგი ამოცანაა სიგნალების დაზვერვისთვის და შეერთებულმა შტატებმა ამ მხრივ რუსეთს აჯობა შეჭრის დაწყებიდან. მართლა, სწორედ ასე ჩანდა, რომ შეერთებული შტატები ასე მტკიცედ აცხადებდა, რომ შეჭრა ნებისმიერ დროს დაიწყებოდა. რადგანაც აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობა კვლავ თანამშრომლობს უკრაინასთან, ეს შეიძლება იყოს იმ რეგულარული პაკეტების ნაწილი, რომლებიც მხარეებს შორის ცვლიან. შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ განტოლების მეორე ნახევარი. კორეა. სამხრეთ კორეას ცხადია, ჰყავს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ თხენიანის სადაზვერვო ქსელში, რაც ენობრივად და კულტურულად ოდნავ უფრო მარტივია ვიდრე უკრაინისთვის. ერთი მხრივ, სეულს ნამდვილად არ ეწყინება თუ ბალისტიკური რაკეტები ნახევარკუნძულს დატოვებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ამას თავისი ეკონომიკური სარგებლისთვის აკეთებს. სარგებელი და გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კორეას ურჩევნია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეა არასანდო პარტნიორად აღიქვას. ასე რომ შესაძლებელია სამხრეთ კორეის დაზვერვა ამ ინფორმაცია უკრაინას გადასცეს. ეს შეიძლება დროის ფანჯარას რამდენიმე საათამდე შეამცირებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ დამკვირვებელი წინასწარ განათავსოთ სამიზნე ადგილთან, რათა დააკვირდეს გამავალ მატარებლებს, დაელოდოთ სწორი სამოცნობას და შემდეგ გადასცეთ სიგნალი აფეთქების ჯგუფს. სხვა ვარიანტია რეალურ დროში თვალთვალი სატელიტური მეთვალყურეობით. ფაქტობრივად ამის გაკეთება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და პენტაგონი უკვე აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეას და შეიძლება იფიქრო, რომ მატარებელი, რომელსაც ბალისტიკური რაკეტებით ტვირთავენ, დიდ ყურადღებას მიიპყრობს. მართალია, რუსეთისთვის ჩრდილოეთ კორეის დახმარებასთან დაკავშირებული ყველა ჭორის ფონზე შესაძლებელია, რომ სადაზვერვო მეთვალყურეობამ მატარებელი მანამდე აღმოაჩინოს, სანამ სიგნალების დაზვერვა რაიმეს შეიტყობს. და რომ საქმე კიდევ უფრო გამარტივდეს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს მხოლოდ ის ზემოთხსენებული ვიწრო სახმელეთო საზღვარი აქვთ, რომელსაც 600 მეტრიანი სარკინიგზო ხიდი ყოფს. დააკვირდით ხიდს და ნახავთ ნებისმიერ მატარებელს, რომელიც რაკეტებით არის დატვირთული და გადის. იქიდან კი ისევ მხოლოდ შეტყობინებების უკრაინულ ჯგუფთან გადაგზავნა რჩება. ასე რომ დიახ, ეს იქნებოდა პრობლემის მოგვარების გონივრული გზა. უკრაინა ამტკიცებს, რომ მსგავსი რამ ადრეაც გაუკეთებია. ერთადერთი განსხვავება არის თავდასხმის დროში, რომ კონკრეტულ მატარებელს მოხდეს, რაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით უფრო რთულია, ვიდრე ადრე იყო. უკრაინას ეს უკვე აქვს გაკეთებული, თუ მალე გააკეთებს, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. ამასობაში, რაც ჩემს კომპეტენციაში შედის, არის ომის დაწყების შესახებ შესანიშნავი წიგნების წერა. ეს ძირითადად ჩემი თავმოყარე აკადემიური ალტერ ეგოს სამუშაო აღწერა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეოს აღწერა. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.